მაშინ რომ დაივიწყეთ, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციაში ვიწერია. ანუ ესე იგი, საერთოდ რო გაქრეს ნატო ალბათ რომ დაიშალოს, ხო? ეს მაინც დარჩება კონსტიტუციაში, იმიტომ რომ აი ეს ხალხი, ვინაც ახლა შედან აი ამ სავალდებში, აი მაგათ იმის გამო მარტო არ შეუძლიათ აი ამ კონსტიტუციის პუნქტის ამოღება, რომ ვიღაცამ რაღაცა იარლიყი არ მიაკეროს. და ამის ეშინიათ ელემენტარულად რა. ანდა თვითონაც უნდა რაღაცა. აქ ერთი კარგი გამოსავალია ბატონო გობა ჩვენ ახსენ მე სულ ამას ვიმეორებ. თქვენ წერან ახსენეთ თავიდან პუჩი და სამართლებრივად ჩვენ გასული ვართ კონსტიტუციური სამართლიანობიდან 95 წლის აგვისტოდან. დიახ. თვითონ აი ამ რეჟიმმა და ამათმა პარლამენტმა 2005 წელს, როდესაც შეფასება გააკეთეს სახელმწიფო გადატრიალების, მათ თქვეს რომ თქვენ ლეგიტიმური იყავით გვალიმაგი და თავისუფალი საქართველო, ანუ ძლიერ გამსახურდა ხელისუფლება თავის ვადებში, როდესაც ხელისუფლება იყო გვალიმაგი და თავისუფალი საქართველო, თოფიანმა მოსულმა, თოფით მოსულმა ხალხმა კონსტიტუციას გაუუქმეს და არჩევნების დანიშნეს. ისმით ამ ხელა უკანონობაა. თქმა უნდა. ამიტომ იმ დღიდან ქვეყანა გასულია კონსტიტუციური სამართლიანობიდან. ეხლა ნახეთ თუ კი ჩვენი მთავარი მიზანია ქართველთა გაერთიანების კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა. იქ საიდანაც ჩვენ არალეგიტიმურ გზას დავადექით. საიდანაც ინგრევა, რის შემდეგაც ინგრევა ქვეყანა. თუ ჩვენ ამას აღვადგენთ, ავტომატურად იმ მოქმედი გარდამავალი კონსტიტუციის პირობებით უქმდება აბსოლუტურად ის ჩანაწერი 78 მუხლი, იქ ჩვენ არა ქონდა ეს ვალდებულებები. დიახ. და აი ყოველივე ის ვალდებულებები უკანონმდებლობები ეს ქვეყანას ძალიან აზარალებს. აი ეს არის ერთადერთი და სწორი გზა, იმიტომ რომ ამის გაკეთება შეიძლება უმკივნეულოდ. ჩვენ აღვადგინეთ კონსტიტუციური სამართლიანობა და ის ვალდებულებები აღარ თუნდაც აღარ ჯანმოშივი იქნებით, ხო? დიახ. მაგრამ როდესაც შედეხლა რომ კონსტიტუცია არ აღადგინო ის სამართლიანობისთვის და არ აღადგინო, ხო და პირდაპირ მიხვიდე და 78 მუხლზე დაიწყო მსჯელობა და აი უნდა ამოვიღო. ამას მოყვება იმ ხელა შეტევები, ისე დაქვია მოგონება იქნება ის რუსული კანონს რო უწოდება. არა, თქმა უნდა. აი უფრო უმტკივნეულოდ და ძალიან სწორად შეიძლება ასე გაკეთება. ბატონო, გეთანხმებით მაგაში ბატონო დავით, არა მარტო მეცას დავამატებ. აი, რო უთხრა ჩვენ ახლა უცნებას რომ იცი რა ამოსაღები არის ეს 78 მუხლი. პასუხი არის ასეთი რომ მაშინ თქვენ მოდით უმრავლესობით კონსტიტუციური უმრავლესობით და ამოიღეთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ამოვიღებთ. აი ეს იყო მაგათი პასუხი პირადად ჩემ მიმოწერა. ესეთი პასუხი გამწეს. ანუ თქვენ მოდით უმრავლესობით 2/3-ით და ამოიღეთ, მე რა პრობლემაა. ყველასთვის ცხადია რომ ახლა აქ საქართველოში არჩევნებით, ამათი ჩატარებული არჩევნებით, აი ამ ოცნების და აცების ტანდემით და მათი კოაბიტაციის პირობებში და მათი ასე ვთქვათ მიერ დაარსებული პარტიებშიც მათ ის თვითონაც დემონ საშუალებას რომ ქონდეთ ტელევიზიები, ქონდეთ დაფინანსება, გამოვიდნენ არჩევნებში, საერთოდ დაარეგისტრირონ კიდევაც არჩევნებში, ხო? იმათ გარდა ხო შანსი არ აქვს, რომ მაგათ მოწყობილ და ორგანიზებულ არჩევნებში რეალურად ეროვნულმა ძალამ უმრავლესობა და კონსტიტუცია საერთოდ შესაძლებელი ხმაც მოაგროვოს, ხო? იმის რაც გადასახადს საჭირო, ხო? ეგეც გამორიცხული და ძალიან გადაციან, მაგრამ ჩვენ ხალხმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ესეთი გზით რაიმე შეცვლა არის შეუძლებელი და არის აბსურდული რაღაც იმედებზე ყოფნა და გაჩერება რა. ჩვენ უნდა დავიწყოთ უფრო ღრმად, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი როდის მერე ამოვარდა საქართველოს ზოგადად კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და საერთოდ სამართლებრივი, ასე ვთქვათ, საფუძვლიდან პუჩი რომელიც განხორციელდა ქვეყანაში და დაემხო ეროვნული არჩეული ხელისუფლება, მის მერე არ მოხდარა. ეგრე როგორ არის იცი ახლა აი ვთქვათ მაგალითად აი ყაჩაღთა ბანდამ ვავიღოთ, ხო? რომელმაც ყაჩაღური რეიდი განახორციელა, მოვიდნენ და სახლი წაგარდა. ხო, მოვიდა, მიისაკუთრა სახლი, კარი, კარმიდამო, მთავარი ბიზნესები, მთავარი რაცა ქვეყანაში საწარმოები, ისინი გაყიდეს, ფული ჩაიდეს, მილიარდელები გახდნენ და მე ამოდა აი დღეს ამას იქით ჩვენ ყაჩაღები აღარა ვართ, არამედ ჩვენ ვართ ლეგიტიმური მმართველები და ჩვენ ვართ ლეგიტიმური ბიზნესმენები და ეს ჩვენი ბიზნესია. და აი ამის საფუძველზე აგრძელებენ აი ამ პრაქტიკებს როგორც ხელისუფლებაში, ისევე ბიზნეს სექტორში, ხო? ახლა და ბიზნეს სექტორიც ვის ხელში არის, ესე ვთქვათ, ხო? აი რომ ამბობენ, აი გაძვირებული ფასებია, ის ქსელები, ვისი მესაკუთრეები დაასახელონ. თვითონ მაგათი მეებები არიან, ხო? დიახ, ხო. ზოგი პარლამენტში უზიან, ზოგი ხელისუფლებაში სამინისტრო კაბინეტში უზიან. თვითონ თავის თავს ებრძვიან. მე ვითომ კიდე deep state-ს ებრძვიან და deep state-ს თუ ებრძვიან, ჩემო ძვირფასებო, მაშინ
დღემდე ჯანმოდა აი რატომ გაახსენდა ბატონო კობა ეხლა კობახიძეს აი ეს რო ფასები არის გაძვირებული თქვენი აზრით ჩემი აზრით ეს მიტომ გაახსენდა რომ რაღაცა თემა ჭირდებოდა პოპულისტური რომ ხალხის თვალში რაღაცა ქულები დაეწერა რომ აი მე ვითომ რაღაცას პრობლემას ამ ქვეყანაში ვებრძვი მაგალითად მაღალ ფასებს და ეს დაჭირდა რაღაცა სხვა თემების გადასაფარად იმიტომ ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა ამ ბოლო დროს რომელსაც კითხვის ნიშნებზე უფრო მეტი რამე გააჩინა საზოგადოებაში იმიტომ რომ აი შემოცა ეუბნები ხალხს რომ იცი თურმე ბოლო 13 წელი ხო და მეტი უფრო კიდევ რაც მოსული ვარ ხელისუფლებაში ვინაც მოვიყვანე მე პრემიერ-მინისტრად ან მინისტრის დონეზე კიდე ან დამნიშნეს რაღაცა ხო ყველა ან თუ გიდა პრეზიდენტად ვინაც დამნიშნე აქამდე ხო დანიშნული ქვია რა ქვია ხა იმას მაგათი ვიზინამ რო გვირჩია რომ აი ხალხს აირჩიეთ მაგალითად ქალბატონი სალომე და ხალხმა აირჩია სალომე მანამდე პლასტელინა იყო კიდე ხო ხო გვარგულა ნუ აღარ ასაკი სასწაული კადრები ხო აი ასეთი და მე თურმე ესე იგი ნაცებთან ბრძოლის ეგიდით მოსული ხალხი ნაცებს აფინანსებს და მათ ტელევიზიებს და არა მარტო ნაცებს ხო აი დაასახელონ კონკრეტულად რომელი ტელევიზია ფინანსდებოდა ხო და აი ამ ხალხში გამოიწვია ესე დიდი გულისხმობა და მით უმეტეს უფრო მეტი გულისხმობა უკვე მანამდე იყო გამოწვეული არაბული ინვესტიციების საქმეზე იმიტომ რომ ახლა კიდე შეეცადნენ ესენი რომ ასევე არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ პროტესტი ჩაეხშოთ და ასე ვთქვათ დისკრედიტაცია განახორციელებათ ჩვენი პროტესტისა და ზოგადად ქართული ხალხის პროტესტის დისკრედიტაცია რითი ხდება ამის დისკრედიტაცია რომ აი ნახეთ ნაციონალებმაც და ვიღაცა გიჩმას და ემათაც გააპროტესტეს. ესე იგი ისინი აპროტესტებენ, ესე იგი ჩვენ კაის ვაკეთებთ, ისინი ხო ყოველთვის სახელმწიფოს საწინააღმდეგო რაღაცა თუ რაღაცას აკეთებენ, ამიტომ ჩვენ ვართ მართლები და აი ამ გზით ხდება ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ჩახშობა ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, ყოველგვარი ინფორმაციის მოწოდების გარეშე და ეს არის მაგათი პრაქტიკა, მაგრამ აღარ გაგივათ ბატონებო, ხალხმაც უკვე მიხვდა ამ თქვენს ოინებს და ხალხი ამაზე აღარ ვარდება და არც იმაზე არ ვარდება, ხა თქვენ ვიტყვით რომ აი ჩვენ ეს რა ქვია, მას შევებრძოლებით ფასებს ჩვენ გამოძიებას ჩავატარებთ და ფასების მას გამოძიება სისტემა არის შენი ეკონომიკური ისეთი რომელიც ახალისებს კარტელების შექმნას და წარმოქმნას. თუ ყველაფერი ერთმანეთის მაკაცები ხართ, უყოლა ვინაცა ამ ქსელების უფროსები და პატრონები და დაჯდებით ერთ გაისაღამოს იქეიფეთ ოსტონაში და შეათანხმდეთ მოდი შემდეგ პირველი იანვრიდან აუწევთ ფასები როგორც 20 ლარით აუწევს მთავრობა პენსიონერს პენსიას მაგალითად ხო? და ჩვენ 20% დაუწიოთ, იმათ 20 ლარით აუწიეს და რა პრობლემა? იგივე ფარმაცევტულ სექტორში და აი ფარმაცევტულმა სექტორმა გაანადგურა ქართული ხალხის ჯანმრთელობა. აი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მარტო ფასებზე არა იქ საუბარი, აქაც საუბარი როგორ წამლავენ ხალხს აი ამ თავისი აღარ ვაბესვამობ კოვიდის დროს გააკეთეს და კორონას დროს გააკეთეს და რა უქნეს ხალხს იმაზე, მაგრამ deep states თუ ებრძვის, მაშინ ჯანმოდან, აი ამერიკის შეერთებული შტატები თუ ებრძვის ტრამპი deep states გამოვიდა მაინც ჯანმოდან და აღარ აფინანსებდა. შენ ვიძახი რომ მე ტრამპისკენა ვარ და ხარს უჭერ deep states საბრძოლაში გამოდი მაშინ ჯანმოდან დამანახე რომ რეალურად რაღაცას აკეთებ და არა ხალხისთვის თვალში ნაცის შეყრა რომ აი ჩვენ ვებრძვით ფასებს და მანამდე ჯერ არა, ოღონდ ჯერ ახალი წლები და საშობაოდ იყიდეთ ყველაფერი ძვირად და მე მომასობაში გამოძიება რაღაცას იტყვის რა რატომ არის ფასები მომატებული. აი ხლა ბატონ კობახიძემ არის ის წამლები რომ 500-600% უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში. ერთი პერიოდი ეგ მოხსნა მერე აკრძალვა იმპორტის აკრძალვა ღარიბაშვილის პერიოდში მოიხსნა. მანამდე აკრძალული იყო იქიდან იმპორტი, წამლის იმპორტი. როდესაც ეს მოიხსნა, ვიმედოვნებდით რომ რაღაცნაირად გააიაფებდა ბაზარს, ხო? არა, ისევ ესე იგი მიდის საბოტაჟი და წარმოედგინეთ თქვენ ელემენტარულად რომ გადახვიდეთ აი აქვე ხოფაში ჩვეულებრივად აფთიაქში რომ იყიდოთ აგრე შემოტანილი ქონდა პარტია თავისუფალ საქართველოს ძეს კახალქოს რომ მუშაობდა ამაზე რამდენჯერ თავის მანქანით კერძო მანქანით გადმოიტანა რომ დაწერა აი დაფაზე და გვაჩვენა ყველას 500-600%-ით იაფი იყო თურქეთში და 10-ჯერ უფრო ხარისხიანი გერმანული წამლებია. წარმოიდგინეთ თქვენ ესე 500-600%-ით იაფია აქვე თურქეთში, აფთიაქში და დისტრიბუტორ შეუძლია კიდევ უფრო იაფად შემოიტანოს, ხო? წარმოიდგინეთ რა დონეზე ძარცვავენ ხალხს და თურმე პრემიერ-მინისტრმა ჩემგან უნდა გაიგოს და კახაკუკავასგან. გეკითხებით, არიცით რომ ესე ხდება და იძარცვება ხალხი? ვისაყრე ქაში ნაცავს ხალხო წყალს მიაქვს საქართველოს და სოფლიოს 90-95% შეუძლია აი კანარის წყლებით ეს სასმელი წყლით მოამარაგოს საქართველოს იმ ხელა მარაგიებს და ამ დროს
ლიტრი წყალი, სასმელი წყალი ღირს უკვე 2 ლარი საქართველოში. ბატონო დავით, ეს ხომ ყველა სექტორში და ყველა სფეროში არის, ამიტომ საქართველოში წარმოება საერთოდ რო დასვეს ნორზე და ჩაკლეს, ყველა სახის არა მარტო მათ შორის არ ქონდა ჩვენი ქიმიური მეწვეულობა და საკუთარ წამლებს არ ვაწარმოებთ თავის დროზე. აი ეს ხო არ გვჭირდება საერთოდ არაფერი წარმოება არა საჭირო საქართველოს ყველაფერდა შემოიტანო, რატომ? იმიტომ რომ მაშინ შეიძლება მას 5 მაგი ფასი დაადო და გაყიდო იგივე წამალი 5-ჯერ მეტად ვიდრე იყიდება თურქეთში მაგალითად და ესეთივე პრინციპით მუშაობს ყველა სფერო და ყველა სექტორი. ყველა სისტემა მუშაობს ქართველი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის და კერძოდ კი ეთნიკურად ქართველის გაღატაკებაზე და მათი ბოლო კაპიკის და ბოლო ლარის ამოცვლაზე მათი ჯიბიდან. რატომ? იმიტომ რომ შეუქმნა გაუსაძლისი პირობა ქართველს, რომ უმრავლესობა წავიდეს სამკურნალოდან აყრიან ხალხს საქართველოსთან. აი ეს არის ედენებიან, ეს არის ჩვენ ადრე იყო ტყვეთას ყიდვა. იგივე პროცესი არის ახლა რომ აი შენ სხვა გზა არა გაქვს შენ წახვიდეს რაღაცა უცხოეთში და იქიდან ისევ ფული აქეთ უგზავნო შენიანებს და ის ფული მე ის ფული ტრიალებს ამ ეკონომიკაში და იქიდან მე გადასახადის სახით ბენზინზე იქნება გაზზე იქნება ბენზინო ჩაასხა საჭმელი უნდა იყიდოს ის საჭმელი კიდე უცხოეთთან შემოტანილი პროდუქტები რა თქმა უნდა და მიდის ისევ ეს ფული ეს ჩვენ მაგრამ ანუ ქართული ხალხი რასაც წარმოებს ემიგრაციაში გასული ქართული ადამიანების გამოგზავნილი ფული და მე კიდე მოდგებიან და კიდე ემიგრანტებს დაუწყებენ ისა აი ემიგრანტები არის კიდე ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს და ითამაშებენ კიდევაც და იტყვიან თავის თავს აი ამ უბედურების საქართველოს დახსნის პროცესში ამ უბედურებისგან იმიტომ რომ ამათ უნდათ რომ რაც მეტი ნაკლები ქართველი იქნება აქედან ამათ ანაცვლებენ მე ვთქვი რომ ეს არის მსგავსი პროცესი ყველგან მიმდინარეობს აი რომ ნახო ბრიტანეთის პარლამენტში როგორი პარლამენტარები ყავთ უკვე რომ აი ვიღაც ახლა რა ვიტყვი რა რელიგიის წარმოადგენელი მიხვდებით რა რელიგიის წარმოადგენელი იქნება ის ბატონი ვინაც ბრძანებს რომ თურმე ბიძაშვილ მამიდაშვილებს შორის ქორწინება არ უნდა აკრძალონ ევროპაში და ბრიტანეთში, იმიტომ რომ რასიზმი ყოფილა თურმე და უნდა დაუშვან, იმიტომ რომ გარკვეული რელიგიის წარმოადგენლებში ეს არის მიღებული პრაქტიკა და უნდათ რომ ეს იყოს ბრიტანეთში, ევროპაში და შემდეგ. აი აქამდე მივიდეს საქმე და ჩვენთანაც აქამდე და ამაზე ვარისად მიიყვანენ საქმეს და ჩვენთანაც დაგვიჯდებიან ასეთი ვაჟბატონები მე პარლამენტში და იტყვიან რომ აი უნდა შემოვიღოთ შარიათის კანონები. აქამდე მივა ძალიან მალე საქმე, იმიტომ რომ ქართველებს ესენი აქედან დევნიან და ყველაფერს აკეთებენ რომ ჩანაცვლეს ქართველები ყველათი ოღონ არა ქართველები ამ ქვეყანაში რა. და ეს არის უკვე ისეთი კრიტიკული პროცესი არის რომ უკვე ქართველები შეიძლება უმცირესობაშიც აღმოჩნდეთ თუ კი უკვე არა ვართ ყველა რომ ნახავთ ქართველები ვინაც ავართ რეალურად საქართველოში და ნუ ახლა როცა ქართველები იქნებიან უმცირესობაში მე უკვე სხვა პოლიტიკის გატარება შეიძლებათ რომ იტყვიან რომ აი რატომ უნდა იყოს მაგალითად მართლმადიდებლური ეკლესია და რელიგია პრივილეგირებული თუ კი ეს არის უმცირესობის რელიგია და არის უმრავლესობის რელიგია რატომ უნდა იყოს ქართული მაინამაინც სახელმწიფო ენა თუ კი ეს უმცირესობის ენა არის და აი ასეთი ჩადებული ნაღმები არის ამ პროცესებში და ამიტომ არის დრო ახლა რომ მართლა დღეს და არა ხვალ დავარისხოთ ზარები და თქვათ რომ აი ეს უკვე გადარახეს ამ ვაჟბატონებმა ის რუბიკონი და ის წითელი ხაზები რასაც ქვია რომ აი ამის იქით ჩვენ უკვე საქართველოს აღარ დაგვჭება და ქართველები აღარ ვიქნებით ელემენტარულად საქართველოს იქნება მაგრამ ქართველების ქვეყანა აღარ იქნება რა შეიძლება სახელი დარჩეს უბრალოდ მაგრამ საქართველოს რო ქართველების სახელმწიფო და ქვეყანა როგორც ასეთი იქნება ბუტაფორია იქნება ეს თვალში ნაცრის შეყრა და ამას ჩვენ ძალიან მალე სამწუხაროდ შევეჯახებთ ამ პროცესს. თუ კი დღეს ჩვენ ამათ არ დაუშვით წერტილი აი ამათ ანტისახელმწიფოები და ანტიქართულ მოღვაწეობას. 2026 წელი უნდა გახდეს შემოძვიფასებო, უნდა გახდეს და გახდება კიდევაც ახალი ქართული საქართველოს სრულიად საქართველოს საერთო სახალხო ეროვნული მოძრაობის განახლების წელი და ახალი ესე ძველ რა თქმა უნდა საფუძველზე და ძველ ფუნდამენტზე და ტრადიციაზე დაყრდნობით, მაგრამ ახალი ენერგიით და ახალი ძალებით და მათ შორის ქართულმა ემიგრაციამ უნდა აი ამ საქმეში თავისი ლომისვლის შეიტანოს. ჩვენ შემოძვიფასო ემიგრანტებო, ჩვენ თუ კი არ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, აი ჩვენი ქვეყანა 5 წელიწადში მე უკვე აქ შემოსასვლელიც ვეღარ შეგვეძლება შემოსვლაც კი ისე მიიყვანებენ ესენი საქმეს და ჩვენ ქვეყანა ხო არ იქნება ხო გაყიდეთ და ყიდიან კიდე ამიწებს და საღადავ აქვს ჩვენ მინდა გვჩა ქართული ემიგრანტებს გვაქვს ამ მიწები საქართველოს შემოსვლა მოქალაქეობას აღარ აძლევენ მოქალაქეობას აღარ აძლევენ შემოდის ქართველი და არ აძლევენ მოქალაქეობას ამაზე მეტის რა გინდა და არ ჭირდებათ არ უნდა ბოლო წლებია ჩვენ გვესმის ბოლო წლები კი არ დიდი ხანია ფლეულები გვესმის რომ ნუ ეხლა ამას რა უნდა უწოდო ეხლა ამას ქვია თაღლითობა და მეტი რა თაღლითები არიან ხან პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური დისმაჩვენებლით სოფლიოში ხან მეორე ადგილზე ვართ ხან მესამე საპრიზო ადგილზე ვართ მოკლედ ვუსწრებთ ყველა წარმატებულ ქვეყნებს ამ დროს თვითონ ესე იგი 500% გაიზრდიან ხელფასს და პენსიონერს ეთქვია რომ 20 ლარით გაგეზდება ხელფასი ეს პენსია ნუ აი არ ვიცი ამაზე დიდი
აი დაცი ქართველი ხალხისა მე არ ვიცი რა ვიცი აი როგორ შეიძლება 350 ლარი პენსიონერს კონდეს შენ დაინიშნო 17000 აი ამაზე დიდი უნამუსობა ბატონო დავით უკაცრავად აი საკუთარ თავს მიხედეთ ბატონო კობახიძე და საკუთარ მინისტრებს 17000-ები რო გაიხადეთ ხელფასები და პენსიონერს ეუბნები რომ 20 ლარს მოგიმატებთ თუ ბატონო დავით უკაცრავად აი როდის დაანონსეს ეს 20 ლარით მომატება აი ამ პენსიის თუ გახსოვთ ამ ცოტა ხნის წინ იყო რა აი უკვე რამდენიმე თუ ხო გავიდა ხო კი მე როგორც ბოლოს ვიყავი ჩამოსული რაღაც სექტემბერში უკვე მაშინაც იყო საუბარი ამაზე რომ 20 ლარით უკვე გადაწყვეტილი რომ სულ 350 ლარი გადაწყვეტილი იყო რომ 20 ლარით მომატებოდა პენსიონერის პენსია გავიდა მის მერე 3 თუ 4 თვე ხო ამ 3-4 თვეში აი მე მაშინ ჩამოვედი და ახლა რო ჩამოვედი ხო აი მაშინ რო ევრო ამოახურდა სიტყვაზე 100 ევრო ხო და ახლა რო ამოახურდა იგივე 100 ევრო ახლა 20 ლარით მეტი მომივიდა ანუ ჯერ ის 20 ლარი მომატებულიც არ არის და უკვე და ინფლაცია მოკვდა ლარის კაპუჭა უკვე შეჭამა ის 20 ლარი 100 ევროდან უვიანგარიშოს თვალს რა და ეს დაცინვაზებითი ვარესი არ არის რომელ მომატებაზეა საუბარი შეხვიდოდით უკვე სასურსათო მაღაზიებს შეჭერან გადაუღებ ელემენტარულად გადაუღე ლუდს წარმოიდგინეთ საქართველოში ყურძენი აი კახელი გლეხები რა დღეში არიან 70 თეთრსაც კი არ უხდიან იმაში რომ ყურძენში რომ და რა გამოდის 2 კილო ყურძნით 1 ლიტრა წვენი ხო გამოდის ნატურალური ღვინო წარმოიდგინე ლარი ნახევარში გამოდის 1 ლიტრა აი კაცა ადამიანო ჩვეულებრივად რო ვიყიდოთ ჩვენ კერძო პირებმა ლარ ნახევარი დაგვიჯდება რომ დავაყენოთ ლიტრა ნატურალური ქაწითელი აგერ გადაუღე ფოტოები ჩვენს ოპერატორს წეგან საუბრობდით მე ბატონი გიორგი ფრანგიშვილი და ლიტრი გამოდის 16 ლარი 18 ლარი აგერ გვერდზე მაღაზია სასურსათო ლიტრი გამოდის გაგონილე ესეთი რამე სადმე ხდება ესა 16 ლარი 18 ლარი საქართველოს ხდება ნახევარი ლიტრი ბოთლი ღირს 8 ლარი 9 ლარი 6 ლარი და 99 მაგრა იციან ექსპორტზე უფრო მეტიც ესპორტ ძარცვა არის ბატონო დავით რა არის მე სივიტყვი რა და აი ეს თემა ამათ ინტერესებში არის რა ოცნების და ბატონი ყობახიძის და მისი და ნამზულების ინტერესებში არის რომ ჩვენ ხალხმა ვილაპარაკოთ მატერიალურზე იქ 20 ლარის ვითომ მომატებას და სინამდვილეში მოკლებაზე მეტყვი რომ გაძვირებული არის ყველაფერი და ის 20 ლარი აი ამ გაძვირებას და ინფლაციას ვერ ეკომპენსირებს მაგრამ ამათ უნდათ რომ აი ამ დონეზე დავჭეთ რომ ამათო ჩვენი პროტესტი იყო მარტო იმაზე რომ რატო 20 ლარი და რატო 50 არ მოიმატა მაგალითად ხო აი ამ გზით ჩვენ უნდა წავიდეთ ამაშობაშობს ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება ამათი ასე რომ ვთქვათ ანტისახელმწიფოები და ანტისახალხო ქმედებისა რამაც ხალხი მიიყვანა უკიდურესი სიღატაკის ზღვარზე რომ ესე იგი ხალხს შეუქმნა სამათხოვოთ საქმე რომ რაღაც არჩევნებში მე ერთი ასე ვთქვათ შეკურა კარტოფილი სანაცვლოდ ხმა მიაცემნონ ვისთვის აღნა იმათვის აი ამიტომ მოქმედებენ ამათ მიზანმიმართულად უნდა და აინტერესებს რომ ქართული ხალხი დარჩეს სიღატაკეში და სიღარიბეში და ქართული ხალხს მოუწევს ემიგრაციას და იქიდან ემიგრაციიდან არჩინოს უბრალოდ თავისი დედა და მამა და მშობელი აქ ქართულმა ემიგრანტმა რომ მეტი არაფერი ხმაც კი რო აღარ მიცეს ემიგრანტმა საქართველოში არჩევნებშიც უკვე აღარ უნდათ რომ ემიგრაციამ კონდეს დაიტოვოს ხმის მიცემის უფლება უცხოეთიდან აქამდე რუსეთიდან წასული ხო რუსეთში წასული ჩვენი დიასპორა ხო დაბლოკილი ყავდათ იმის გამო რომ ემანდ პრორუსული რაღაც გავლენები არ გაძლიერდეს ახლა უკვე ევროპაში წასულ და ამერიკაში წასულ ემიგრანტებსაც იგივეს გაუკეთებენ შემდეგ არჩევნებზე რომ ემანდ ევროპული გავლენა ან უცხო ქვეყნის რაღაც ხო დაარქვეს ყველას მე რა ქვია ვიდაც უცხოეთშია ყველა ფრონტერი ყოფილა რომ აქამდე თქვენ უძლებოდით ამ ევროპას ხო და თქვენ იყავით მაგათი ორგანიზაციების წევრები კი არა უკვე ლიდერები იყავით და ბატონი ყობახიძე სადმუშაო და საინტერესო არის ჯერ კიდევ სააკაშვილის პირობებში და რომელ ორგანიზაციებში ხო ეს რო გავიხსენოთ და სხვებზე საუბარი აღარ არის კიდე პარლამენტის თავმჯდომარე და სხვანი კიდე რა თანამდებობაზე იყო რომელ საათაურბოებში და რომელ საათაშორისო ორგანიზაციებში რომელსაც ახლა უწოდებენ უცხო ძალებს და იმათ გავლენას და ვისი გავლენა არის ვინ არის მომჟარი ქვეყნის სათავეებში და ვის ინტერესს ატარებდით და ატარებთ დღემდე ხო აი ეს ბატონები რომ მე ჩვენ გვეუბნებით ჩვენ მოგვდგებით მე და ჩვენ დაგვაბარებთ ვიღაცა სხვის ინტერესების გატარებას, ვიღაცა ქვეყნის და სამშობლოს ღალატს და ყველაფერ უბედურებას მოიფიქრეთ და დაგვაბარებთ ჩვენ. იმიტომ რომ თქვენი
თქვენი თავიდან რო თქვენ ვაიცროთ აი ეს ბრალდებები და ეს სპეციფიკად ბრალდებები რა ყველაფერი დღეს საქართველოში ვინ არის მე მგონი რა და თუ არიციან კიდე რა ვიცი გააკეთონ ლუსტრაცია მაშინ ლუსტრაციის გამო შემოგვიდა და ვინახოთ ვინ რა დროს იყო რომელი ქვეყნის და რომლის მოსამსახურის და არის დღემდე ასე ვთქვათ აგენტი და როცა დასჭირდებათ და ევროპას რო გამიძახია ევროპაში თქვენ სადაც ბრძანდებით თუნდაც გერმანიაში და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მაქსიმუმ ჩინოვნიკის ხელფასი აღემატება 7-8-ჯერ, მაქსიმუმ 10-ჯერ, მეტი არა პენსიონერის პენსიას. ანუ შენ როცა ინიშნავ 17,000 ლარს, მინიმუმ მაშინ 1700 უნდა კონდეს პენსიონერს. ეს აი კონსტიტუციურადაც უნდა იყოს რომ 10-ჯერ მეტი იმაზე მეტი აღარ უნდა კონდეს უკვე ჩინოვნიკს. აი მე მართლა შეუყვარდებათ პენსიონერები ალბათ ხო? რატომ დავით? ჩვენო ქვეყანა სამართლიანი ჩვენო ქვეყანა გქონდეს და სახელმწიფო რო გქონდეს და ქვეყანა ჩვენი რო იყოს ეს საქართველოს ქართველების ჩვენი პენსია უნდა ეწყებოდეს აი დღევანდელი ლარის კურსიდან გამომდინარე 2000 ლარი და ზემოთ უნდა გქონდეს ჩვენ პენსიონერს მინიმალური პენსია. და ექნებათ კიდევაც ამხელა ექნებოდათ კიდევაც რომ თავის დროზე საქართველოს არ ჩამოშლილიყო როგორც სახელმწიფო და არ გადაქცეული იყო სახელმწიფოს კვაზი სახელმწიფოებრივ შპს ანუ ფირმად რომლის თავარი სტრატეგია არის რომ თვითონ აი ამ ფირმის მეპატრონეებმა თავისი მოგებების მაქსიმალიზაცია და გაზარდონ თავისი ჯიბეში ჩადებული ფული და გააკეთონ ეს ქვეყნის და ხალხის გაღატაკების და გაგდების ხალხზე. აი ამ პროცესები მოაწესულიყო და აი ამ თავარ პრობლემას სანამ ჩვენ არ მოვერევით და არ დავიბრუნოთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ სუვერენიტეტს, ჩვენ არ არის სუვერენიტეტი და გავაშენოთ ეს. და ყველაფერი ეს არის ბუტაფორია, ესენი კანონმდებლობა, კონსტიტუცია, ეს მუხლი, ის მუხლი, ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია და ეს არის შენება იმის რომ არ თქვან სიმართლე რომ ეს არის ჩვეულებრივი შპს, ჩვეულებრივი ფულის საჭიროების მანქანა ერთეულებისათვის, ვინაც ხელში შეაგდო ბანდიტურად და ყაჩაღობრივად აი ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის მთლიანად ქართული ხალხის გეულათი და პრივატიზაცია რო დაარქვეს და მეათეთ ფასებში რო გაყიდეს ამისთან ვირფას ქარხნები და ისინი რო ხო და შეისყიდეს სათამაშოს ფასებში და ბოლოს ჩვენ ერთად უსმენთ ჩემი მეგობრები ამ სინად ბოლოს ის რა დარჩა აი ეს ძალიან მცირე თანხა ხო შეჭამეს თლიანად და მიისაკუთრეს იმასაც არ დაჯერდნენ და ბოლოს დარჩა 450 მილიონი იმ 450 მილიონიდან კიდევ 300 მილიონი კიდე მოიპარეს. აღარაფერი არ დატოვეს ფაქტიურად. და ხალხს ისიც არ ეყოთ მე ხალხს რა განაზროგი ქონდა. ჩვენს აი წინათაობებს და იმათ 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის პერიოდში თაღლითურად მოტყუებით შეატაინეს ზოგმა ოქროვერცხლით ჩააბარა იქ რომ გამიორმაგდებაო და ისიც მთლიანად ესე იგი იქაც მთლიანად ხელები დააბანინეს. ასე გატეხეს წელში საშუალო ფენა საქართველოში. ბატონო დავით, ასე გატეხეს ქართველი კაცი, ასე ვთქვათ, ამა მოხდა ქართველი კაცის დეკონსტრუქცია და ეს სამუშაო მნირავდა ყველა მხრიდან მნირავდა შემოტევა ქართულ კაცებს, მამაკაცებს მოსწონს და ქართულ ოჯახს მერე კიდე ხო, აი ქართველი ქალი უნდა გაქცეულიყო, წასულიყო რაღაც საბერძნეთში ვიღაც მოუვაროს, რომ კიდე აქ შვილები აჩვენოს და შვილებმა ვითომ განათლება მიიღოს ფსევდო განათლების სახით რა. ქართველი კაცი უნდა დარჩეს აქ ყოველგვარი ასე ვთქვათ, მამაკაცობრივი ღირსების გარეშე უმშოვარი, უპოვარი, უკონელი რომ იმას მე ყველაფერი ასე ვთქვათ რა ყველაფერზე ხელი მოაწერინონ შემოიყვანონ ამის მაგრად კიდე იქნება იქ რა ქვია პაკისტანი იქნება თუ ინდოელი თუ ჩინელი თუ მე იმათ აპეტენზია კი არა მაქვს არც მე გერმანიაში ბატონო დავით ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი არის პაკისტანელი ბიჭი არის წარმოშობით პაკისტანი 2 წლის ასაკში ჩამოვიდა გერმანიაში რა იმას ის არის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ასე ყავს იტალიელი მეგობარი პოლონელი მეგობარი რუმინელი მეგობარი მე რო ვარ ინტერნაციონალურად განწყობილი რა ყო ესე თქვა მაგხრივ რო ნორმალურ ადამიანთან და ვიზაცა ჯიგრულად რა მეგობარიც იქნები და ძმაც იქნები იმისი რა ჩვენ დაგვეშლება იცით ბატონო დავით ჩვენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ასე თქვა ინტერესი სად არის და აი უცხო მასის შემოდინება კრიტიკულ რაღაცას ზღვარს რომ მიაღწევს იმის მერე სად მივდივართ ქართველები როგორც პატარა ქვეყანა თორე გერმანია არის 80 მილიონიანი და ეგ 2 მილიონი თუ შემოვიდა 100 მილიონი მწველი იმათ ისე გააკეთებენ მეორე მესამე თაობაში ასიმილაციას რომ იმათი ბავშვები ჩვეულებრივი გერმანელები იქნებიან ამიტომ რომ გერმანულ სკოლაში იღრდებიან გერმანულ ენას სწავლობენ და ემსახურებიან მე გერმანულ ეკონომიკას მაგათ პრობლემა კი არ აქვს მაგისი რა პრობლემა მიდის უგოს სხვა მხრივ ახლა ისლამიზაციის მხრივ და აი ამის მხრივ რომ ვეღარ გათვალეს და აი ამაზე აქვს პრობლემები
შექმნილი და მათ შორის ბრიტანეთში, მაგრამ ჩვენთან აი ამ 3 მილიონი ქართველი რო აღარა დაჩენილი ამ პირობებში, ამ დემოგრაფიულ პირობებში, როდესაც ქართველები უფრო მეტი სიკვდილიანობა არის დაფიქსირებული ბოლო წლების განმავლობაში, ვიდრე შობადობა ქართველი ბავშვების. აი ამ პირობებში მოსახლეობის გამოსვლა არის, აბა რა ჯანდაბა არის ასეთი მასით ინდოელების, პაკისტანელების, ირანელების, არაბების, თურქების და ყველას შემოსვლა, ვისაც არ ეზარებოდა, ვიღაც უბრალოდ ვიზა რო ქონდეს საუდის არაბეთის უკვე საქართველოს შემოდის და მერე რჩება და იყიდის რაღაცა ბინას და უკვე ბინადრობა აქვს და ყველაფერი მეორე თაობაში გეტყვის ჩემიას ქვეყანაო. არ ქონდა საქართველოში მაგრამ რომელსაც თბილისში არაბი ამირაიჯდა და არაბულ საემირო იყო თბილისი. აი ერი და ბერს კიდე უნდა გაახსენდეს, იმიტომ რომ ქართული ეკლესია და მართლმადიდებლობა მარტო ის არ არის რომ რაღაცა ჩვენ თქვათ რომ აი ჩვენ ეკლესიაში შევდივართ და პიჯვარს ვიწერთ და სანთელს ვახდეთ რა. ბერი მაშინ ომობდა, როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა და სამღვდელოებაც გამოდიოდა და არაბებისთვის თავი შეუგლიათ და ასეთ დასმა თავიდან თუ გაწირა გინდათ რომ ისევ არაბი ამირა დაგიჟდეთ თბილისში? აქამდე მივა საქმე ესენი ვერ ხვდებიან. ვერც ერი და ვერც ბერი ვერ ხვდება ამას რომ აქამდე ისევ იქნება ვიღაცის საამირო თბილისი. ისინი იტყვიან რომ ეს ისტორიულად ესე იყო, აი ნახეთ რა 1000 წლის წინ ამირა ფადლონი იჯდა თბილისში და ანუ ჩვენ გვაქვს ამის უფლება რომ დავიბრუნოთ ეს ჩვენი საამირო. ასე გვეთქვიან პატარა ხანში. როდესაც მოვლიან დიდი კაპიტალით და შეისყიდიან ამას ყველაფერს აკავრობას. დაიდეს და გეტყვის რომ აგერ ჩემი ნაყიდი აქვს, ჩემი არის, იტყვიან შენ ქართველებს კიდე ზოგი ხო ხარჭად გვეყავთ და ჩვენი ახალგაზრდა გოგოები და ვისაც ესე იგი რა ქვია აღარ შეერჩა არც სინდისი არც ნამუსი და ჩვენი გაუბადრებული მდგომარეობა უნდა გამომდინარე სხვა გამოსავალი რო ვეღარ ნახა ხო აი ვნახოთ რა დღეში არიან თუ გინდა აქ რა ქვია ამირანელების გახსნილი მაშინ შიშაბარებში და თუ დისკოტეკებში და ნუ აღარა მაგაზე საუბარი რა ძალიან ცუდი მდგომარეობა შექმნილი და ეს ყველაფერი არის ერის გადახსირება საიდან დაიწყო შენ იმით დაიწყო რომ ისტორიის გაყალბებით დაიწყო და იმით რომ ქართლს გადაკიდეს და ისევ სამოქალაქო მინდა ისევ ამ კუჩით ჩამოშალეს რეალური კი არა ლეგიტიმური ხელისუფლება და აი ჩვენ ამას თუ არ დავუბრუნდეთ თუ არ დავწეთ საწყისებიდან აი რაც არის ქართული ენა მამული და სარწმუნოება ჩვენი ამ სამი უმთავრესი დაბოძის დაცვა თუ არ განვახორციელოთ ჩვენ უნდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რა ქართული დიდი გაერთიანება მე რატო შემოვერთი იმიტომ რომ გაჩნდა იმედი რომ აი გავერთიანდებით ქართველნი ვისაც მართლა საქართველოს გული გვიძგერს და ჩვენ ბევრი რაღაცა უნდა ვაპატიოთ ალბათ ერთმანეთს რა იმიტომ რომ ზოგი იმისიანია ზოგი ამისიანია მე იტყვის ვიღაცას ეს აზრი არ მოეწონება ვიღაცას ის ნათქვამი არ მოეწონება და ყველგან არის ხალხი ამ ჯგუფებში შესაძლებელი ოღონდ ერთი რაღაცა გამომინა თავარი დიაზე ბატონოკობა გავსწორდეთ თუ აი საიდანაც და ეს საკეთებელია და საქმე რა არის აი კონსტიტუციურ სამართლიანობის აღდგენა და მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ უნდა გაემიჯნო ამ სისტემას პარტია ხალხურად როდემდე ბოლომდე უნდა დაგმარხო თუ შენ არ ემიჯნები, ესე იგი შენ ოღონდაც პარტია ქონდეს, ოღონდაც რამოდენიმე სკამი მიიღო პარლამენტში და საკრებულოში და ქვაქვაზე ნუ დარჩენილა, ესე არ გამოვა. მოდი გავემიჯნოთ და გულში ჩაგიხუტებთ ყველას, კაცო, დავდგეთ ერთად ქართველები ვართ, ერთ სწორიგით წავიდეთ. კი ბატონო, მე ხშირად მithქვამს, ბოლო თაობა ვართ ალბათ, ვინც უნდა გადავარჩინოთ. მე ხშირად მithქვამს და ახლა ვიმეორებ, რომ არ შეიძლება ამათ მიერ დანიშნულ არჩევნებში მოაწილეობა არ შეიძლება, მაგრამ ამათ ესე უправებ მათ ეს თქვათ მათ არაკანონიერ და არალეგიტიმურ სისტემას და აგრეთვე უგრძელებთ მათ აი ამ უმსხავსებას ასაც ეს აი ბატონოკობა ხო ნახეთ თქვენ ახლა ჩამოხილე დაათვალიერეთ კიდევ კინოთეატრი რუსაველი აგერ იგლ ჰილსი აწერია მიყიდეს იმ მათ რა ქვია რუსალატარი გაყიდულია ეხლა აპირებენ იმის დემონტაჟს და იმას პარლამენტის შენობისას და გაყიდვას წარმოგიდგენიათ რევები ხდება ხო და ამას ბატონო დავით მარტო უშველის ერთიანი ეროვნული მოძრაობა აღორძინება კი ათქო თავიდან უნდა მოიფიქროთ რა და თავიდან უნდა შევქმნათ ძალა რომელიც ითავებს ქართულ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას და როგორც მაშინ თავისუფლზე გაათავისუფლა არალეგიტიმური საბჭოთა ხელისუფლებიდან და შექმნა სახელმწიფოებრიობა და დააბრუნა აღადგინა ასე რომ თქვა სუვერენიტეტი ისეთი და იმაზე კიდევ უფრო დიდი საომარი გვაქვს ახლა, მეტყვი რომ მაშინ 80-იანი წლების ბოლოში მაშინ ქართველები ვიყავით იდეურად გაერთიანებულნი და ამ იდეის ირგვლივ ყველა იყო თანახმა ამაზე რომ ჩვენ უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო და ხოდა ჩვენი ეროვნული მოძრაობა და ჩვენი წყობა დავიცოთ და აღვარდით. ამაზე ყველა თანხმდებოდა და ამიტომ გაიმარჯვა იდეამ და აი ისე აი იგივე იდეა თუკი ჩვენ ხალხში პოპულარიზაცია ვერ მოახდინეთ ამ იდეის და თუკი ჩვენ ისევ ვერ შევკრიბეთ მთელი ერიდაბერი აი ამ იდეის ირგვლივ
ჩვენ დაგვრჩება ეს ხმა ღმავადებისა უდამოსაში და ჩვენი ეს საუბარი რა და ამიტომ ყველას არის მიმართა ხალხო რა ქართველნო ჩვენ ერთმანეთს თუ არ ჩავეხუტეთ და ერთი იდეის უკვე თუ არ გავერთიანით და ისევ რაღაც თუ არ ჩვენი ნაციონალური იდეა თუ არ მოვიფიქრეთ და ჩვენი ეროვნული გათავისუფლების პროგრამა და გეგმა თუ არ შეიმუშავეთ ჩვენ რამდენიმე წელიწადში უკვე მატარებელი ჩაივლის და უკვე უკან მოვუხდავთ მე უკვე რუსს დავიწყოთ არანაირი შედეგი აღარ იქნება და წარმატების იმედიც კი აღარ დარჩება. ეხლა ისეთი სწრაფი ტემპით მიდის, ყველაფერს გაყიდა ეს მიწა იქნება თუ შენობები იქნება თუ ყველაფერი აბსოლუტურად კიდევ გეგმაში უარესი აქვს როგორც ჩაფიქრებული, ამიტომ ეხლა გადავიდნენ სიტყვის თავისუფლება მთლიანად ჩაკლან. ანუ ეს კანონიც ამას ემსახურება რომ აბსოლუტურად აქცია ვეღარ გამართო. მიტინგი ვეღარ მოაწყო და ვეღარ გამართო. პატიმრობას გეუბნება რომ 15 წელი შემდეგ გამეორებ შემთხვევაში 1 წლით უკვე სისხლის სამართლის პასუხი დიქტატორული მეთოდები არის უკვე. მაგხსენდება ფრანგი მწერალი ბალზაკი მან თქვა რომ კანონი ჩვენში ობობის ქსელს გასო. სადაც წვრილფეხანი შიგებები წვრილფეხანი გახევენ და გაივლიანო. აი ზუსტად ასე არის წარმოედგინეთ თქვენ ეხლა ჩვენ რო ხვალ აი უბრალოდ დავტესტოთ და გავაკეთოთ აქცია პარლამენტის წინ. მთელი უშიშროების სამსახური იქ ჩამოვა. და აი იქ მაღლა რომ ზიან, იქ არ ეხებიან. იგივე წანისისკეპართან ახლა ჩვენ რო გავშალოთ იქ კარვები, ხო? იქ ნახავთ რაც მოხდება. იქ ნახავთ რაც მოხდება და ამათ არ ეხებიან. ვითომეტეს ეს უარესია, საკანონმდებლო თავისი ჯიბის ოპოზიცია სათო შეეხებიან, ვინაც უправებს ამ სისტემას და დავინახეთ რომ საზოგადოებამ მეც მაგას ვამბობ, საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს რომ ამას თავად ბიძინა ივანიშვილი ეს სისტემა აკეთებს. მათი ხალხია მან. რა თქმა უნდა. შეიძლება ისინი მოხდებიან თვითონ იქ ვინც არ არიან, მაგრამ ისინი ამ სისტემას ემსახურებიან. ისინი ბევრ ამას ვერ ხვდებიან, მე მესმის, გულწრფელი ადამიანების ბევრია იქ. კი ბატონო. არის ნამდვილად არის, ახლა მე იმას არ ვეხები. მაგრამ არის დაფინანსებული. კი რა თქმა უნდა, ამიტომ მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ ხრივ, უპირველეს იმ ხრივ, რომ განათლება და ჭეშმარიტი განათლება რა გაგებით, საგანმანათლებლო საქმიანობა ქართულ ახალგაზრდებში, რომ ქართულ ახალგაზრდობას რეალური ცოდნა მიეცეს და იდეოლოგია არა ყალბი, არამედ ეროვნულობით, მაგრამ ხელისუფლება ნახე რაც აკეთებს, ვითომ ნაციონალებს და იმათებიან ლიბერალურ იმას, ხო? ჭაობს. ამ დროს უნივერსიტეტებში ლექციას კითხულობს დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი და ასწავლია რომ დავით აღმაშენებელი მოღალატე იყო, ერეკლე მეფე მოღალატე იყო, თამარ მეფე. აბა კობა კუპრაშვილი როცა იყო ვერ გარგააჩერეს უნივერსიტეტში. ატყუებენ ბავშვებს. დიახ. ხო და შენ როგორ აძლევ იმას, რატო არ უხსნი იმას, რა ქვია იმას? ბატონო დავით, აი როგორ აძლევ ამას? 5 სემესტრი ვიმუშავე, ვასწავლედი ენთუზიაზმზე რა ფულ უნდა მიიღო ხელფასი ახლა პროფესორმა საქართველოში რა. უბრალოდ კობა კუპრაშვილისნაირი პროფესორი და ლექტორი არ ჭირდებათ ამათ ქვეყანაში. არ ჭირდებათ. ამა ჭირდებათ აი ვინაც დატოვეს რა ესეთ გინდა ილია უნიში აიღე რა ხალხი არის და რა ხალხი ვითომ ასწავლის ახალგაზრდებს და გინდა ვინაც თქვენ დაასახეთ და ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალები ვინაც არიან ფსევდოლიბერალები რა. მე რო დავდე თქვენზე ანონსი ძალიან ბევრი ხათაშორის დაწერა იქ და ძალიან ბევრი გცეთ პატივს და რა თქმა უნდა თქვენ განათლებასაც ნეტავი ბატონი კობა გვაჩვენაო ხელისუფლების ადამიანები. ხო და გან ეს ხუმრობა კი არ არის ხალხო. ასეთი ხალხი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთი წარმატებული ახალგაზრდა ხალხი, ვისაც მართლა პროფესიონალია და ვისაც სამშობლო უყვარს და გულისხმია თავის ქვეყანაზე და არა ეს გამყიდველები სულობა ესე იგი ამოვწყვიტეს რა მთლიანად კაცო, ქართლი გინდა, კახეთი გინდა, სამეგრელო გინდა, დასავლეთი. სულ ყველაფერს ყიდიან აბსოლუტურად ბატონო. არ ვიცი ამათან ომი მოგვიწევს, მე ჩვენ მოგვიწევს რომ ესენი სადმე წავლენ მე სასახლეები აქვს ყველა ქვეყანაში და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მე იმიგანებთან რომ თვითონ ალბათ გაქცევა საპირებენ და გლობალურ ფულს რო წაიღონ ამას მაგაზინის შოუბა. მე არ ამგონია რომ ამათი დიდო დარჩენილი ჰქონდათ. აი ხო დავინახეთ ეს პროცესები თავის ყოფილ მინისტრებს იჭერენ. მე ეგენი უნდა დავასრულოთ 2026 წელს თქვენ თქვი. ნამდვილად უნდა დავასრულოთ ამათი ამ ქვეყანაში. მაგრამ ამას ქვეყანა ვეღარ აიღებს. ერთი რაღაცა ავიწყებათ ამ ბატონებს და ქალბატონებს და ვაჟბატონებს, როცა ამ ქართულ მიწას კიდიან, ერთი რაღაცა ავიწყებათ, რომ ეს თქვენი არ არის ლოკედით.
და მაშინის და ბოშინის ნატუარი არა ამას როყიდი ეს მიწა არის ღვთისმშობლის წინხოდი მიწა არის და ამას როყიდი არაბზე და თურქზე და ირანელზე შენ არ გეგონოს რომ ღვთისმშობელი ამას დაუშვებს და საბოლოო ჯამში თქვენს გაგივათ და ეს მიწა გასხვდება და იქ არავის არ აპატიებს ამას კი ბატონო ხო და ჩვენ კიდე ქართველები შევიკრიბებით წმინდა გიორგის წინამძღოლობით და მისი ფარველობით და თქვენ გაგისტუმრეთ მოუსასრულოში ყველა ქვეყნის და ერის მოღალატეს და იმახსოვრდეს ბატონო კობა, 1 საათია ვსაუბრობ და იქით წავიდეთ ცოტა. მე კიდევ ხშირად მოგიწევთ სანამ წახვალ კიდევ კარგი იქნება თუ გვეწევით და აი რაიმე თუ გსურთ რომ კიდევ თქვენი მოწიოთ თუ რამე როცა. ერთი მომენტი კიდე მაინც ვიტყვი და მაინც გერმანიაში მინდა პროცესებზე ნაკლებად ვისაუბრეთ დღეს და საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის ზოგადად ევროპაში რა ხდება თქვენ მე მგონი ხედავთ და გერმანიაში კერძოდ გერმანიაში აი ახლა რა გითხრათ ის გაგახაროთ რა მიდის ესე იგი მზადება ომისთვის და ეს არის ამათი აი ამ გლობალისტების შემდეგი პროგრამა და პროექტი ჩაშვებული რომ უკვე რახან ესე იგი სხვა გზით ვერა ახლა ომიც შეიძლება კი არა ომით აპირებენ ეკონომიკის ასე ვთქვათ წამოწევას და იქ გერმანული ეკონომიკა გადადის საომარ რელსებზე და იქ რაინმეტალი რომელიც არის სრულიად წარმოებული ამ იარაღის ღებულობს უდიდეს მოგებას და უდიდეს მისი აქციები იზრდება ანუ ასე იგი მთლიანად ღიად აცხადებენ რომ ომი იქნება და ნუ რა თქმა უნდა ის мотиваცია არის თავდაცვითი ასე ვთქვათ გამართლება რომ ჩვენ მოგვიწევს თავითაც რუსეთიდან და დარწმუნებული ვართ რომ რუსეთი დაგვესხება თავსო და აი აქეთკენ მიყავთ პროცესი ამის პარალელურად კიდევ უახლესი რაც მოხდა გერმანიაში არის ის რომ მიიღეს საკანონმდებლო დონეზე აი ჯანმოს ანუ WHO ორგანიზაცია ჯანმოს ახალი ხელშეკრულება პანდემიური ხელშეკრულება რომელიც წინა კვირას უკვე გერმანული პარლამენტის ზედა პალატაში ანუ ბუნდესრატში უკვე გავიდა წინააღმდეგობის გარეშე და დამტკიცდა ამისად თუ კი ესე იგი ჯანმო გამოაცხადებს ახალ პანდემიას ჯანმოს რეგულაციები უკვე აუცილებელი გახდება გერმანიის ყველა მოქალაქისთვის ისე რომ სიტყვის თქმის საშუალებაც აღარ მოგვეცემა უბრალოდ დაგვიჭერენ თუ კი რამე საწინააღმდეგოს ვიტყვით თუნდაც ახალი რეგულაციების და ახალი იძულებით ვაქცინაციის წინააღმდეგი რო იცოდეთ ხალხო იმიტომ რომ ალბათ თუ გეუბნებით იცი ესენ თქვენ ამეთ ჩვენ მთავრობა სხვა რამე ხوار გონიათ იგივე deep states აგრძელებენ მათი ეს თქვათ ბრძანებების შესრულებას და გატარებას იგივე ის არსად არ გაუშვიათ და ჩვენ რა გაგზნობენ თავს ბატონი გამყრელიძე და სხვები კიდევ ვინაც აი ამ მაფიაში იყვნენ ჩამული კორონა ფსევდოპანდემიის დროს და იგივე იქნება იმაზე უარეს ვიპირებენ კიდე თუ როცა ახალ პანდემიას ასე თქვათ დაგვიანოსებენ და განახორციელებენ და იგივეს იზამენ ასევე შეეცდებიან იგივე განხორციელებას საქართველოში უფრო მეტი რეპრესიული მეთოდებით და აი ამასთვისაც რო ვიყოთ მზად ეს არის ის გამოწვევები რომელიც ჩვენ გვეუბნება დამდეგ 2026 წელს მაგრამ მეორე მხრივ როგორც გითხარით ჩვენც უკვე არა რაც თავარია ჩვენ ვიწყებთ თათარიგი დაჭერილი გვაქვს და ვიწყებთ აი ამ ბრძოლას აი ამ არა მარტო deep state-ის არამედ მათი ადგილობრივი ასე ვთქვათ ნამესტნიკების წინააღმდეგ რომ ეს არ გაუვიდეთ და არა მარტო ეს იმიტომ რომ ჩვენ უკან დასახები აღარ აქვს ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ აქვს იმიტომ რომ თუ რამე წამოწევი იყოს საკუთოს და უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნულობა რასაც ქვია ქართველობა რა აი ამ სიტყვით ასე ვიტყოდი დავასრულებ დღევანდელ ჩემს სათქმელს ქართველების მიმართ ერთადერთს ვიტყოდი რომ მაინც ოპტიმისტურად შევხვდეთ ახალ წელს და დამდეგ ახალ წელს და დამდეგ შობას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ამ თავითვე იმიტომ რომ რა ვიცი ახლა მაქვს საშუალება რომ მოგილოცოთ რამდენიმე დღე დარჩენილი დამდეგ შობას გილოცავთ შესაბამისად და ვერთმანინებოს რომ აი ამ ახალ წელს ჩვენ ქართველებმა აღვადგინოთ ეს ჩატეხილი ხილთი ერთმანეთს შორის ქართველებს შორის რომ ერთმანეთს ჩავეხუტოთ ერთმანეთი შევიყვაროთ ისევ და უფლის წყალობით და შემწეობით მოუნახოთ ის მართალი გზა რომელიც დაძანდა მიგვიყვანს. კი ბატონო და ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ ამიტომ შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება მამულენა სარწმუნოებისთვის იმისთვის რომ ტერმა იზრუნა რომ ჩვენ დავეხსაქსეთ ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ უნდა ერთი დიდი ძალად ვიქცეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, უფრო უსისხლოდ ჩაივლის ყველაფერი, არ იქნება სწრაფად, სახიფათო ის გველოდება, პერიოდები გველოდება ძალიან მძიმე და ემიგრაციასაც მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ
სწრაფად შემოგვერდნენ, გაწევრიანდნენ, ერთიან ძალად ვიქცეთ, მათ ყავთ აქ ოჯახები, თავიანთ ოჯახებს მოუწოდებენ მერე და ერთიანი ძალით ჩვენ აუცილებლად 2026 წელს უნდა დავასრულოთ ეს გამყიდველი მოღალატე რეჟიმი, ანტიხალხური, ანტიქართული რეჟიმი. დიახ, 2026 წელს აუცილებლად უნდა დასრულოს, სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ გადარჩება. მადლობ ყურადღებისთვის, მეგობრებო, დიდი მადლობა ბატონო კობა, ასეთ საინტერესო საუბრისთვის. მადლობა პირიქით, და სანამ საბრძანდებით დაგვიკავშირდით, კიდევ ერთი გადაცემა გავაკეთოთ, სიამოვნებით მოგიწევთ. ნახოთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი პატრიცებულო მეგობრებო.